ჩემს გვერდზე დავსვი კითხვა, რომელი თემის განხილვა უფრო მოგეყანებოდათ და გაიმარჯვა რა თქმა უნდა თვით შეფასება. გაგიკვირდებათ, ან საერთოდ გაგიკვირდებათ, რომ მე მეკითხებიან, როგორ რატომ გაქვს ამ ხელთვიჩოს, როგორ გაქვს ამ ხელთვით შეფასება, რატომ გაქვს ამ ხელთვით შეფასება. ანუ ამ ქვეყანაში ისიც კი რომ მოდნო თვით შეფასება გქონდეს გოგოს, ესეც კი რაღაცნაირად იმაში გაგდებენ, ანუ აი რატომ გაქვს ამ თვით შეფასება, ანუ რატო არ უნდა გქონდეს თვით შეფასება? ჯერ ერთი ცხოვრება იწყება შენი თვით შეფასებით, ხომ? რამდენადაც შენ აფასებ შენ თავს, რამ თვით შეფასებაც გაქვს, ისეთი ცხოვრების ხარისხი გაქვს. როცა დაბალი თვით შეფასება მქონდა, უფრო დაბალი ცხოვრების ხარისხი მქონდა, ნელ-ნელა რომ იმატებს ჩემი თვით შეფასება, ჩემი ცხოვრების ხარისხიც უფრო შესაბამისად, უფრო მაღალი დონის და მაღალი ხარისხის ხდება და მაღალი დონის და ხარისხის ცხოვრება უდრის ბედნიერებას. ნუ ეს ჩემთვის ანუ დამტკიცებული ფაქტიც არის, მაგრამ ჩემთვის პირადად ამ ყველაფერს ვსაუბრობ, ჩემიდან გამომდინარე პირადად ჩემთვის ხო ეს რაღაც როცა რამეს მოუშველიებ წაკითხულს ან რამეს აუცილებლად თვითყვი საიდან ამოვიკითხე, რადგან ეს არ იყოს რაღაცა ილუზიები და საიდანაც მოხვედილი ინფორმაცია, ხო? ეს არის გამოცდილი საკუთარ ტყავზე გამოცდილი ცხოვრებისეული ინფორმაცია, ხო? და ნუ ზოგი წაკითხული, ზოგი გაგებული, ზოგი ის ანუ მოკლედ ძალიან ვარ ჩავხლართო. და არ მინდა რომ ისეთი გამოვიდეს ვიდეო რაღაცა ფსიქოლოგებს და რაღაცა რაღაცა ის ანუ არა ძალიან როგორც მეგობარს აუხსნი და როგორც მეგობარს ვეყოდი. მოკლედ შენი თვით შეფასება არის დამოკიდებული შენ როგორ აფასებ შენს თავს. ნახე, შენი თვით შეფასების შაბლონი, რითაც შენ თავს აფასებ, მოდის ბავშვობიდან, ხო? როგორ სწავლობს ბავშვი, რომ საკუთარი თავი შეაფასოს. ის სწავლობს თავისი მშობლებისგან, ხო? ანუ ბავშვი იბადება, ანუ წარმოიდგინე არა რა ხდება და უყურებს გარემოს, ხო? ანუ გარემოს უყურებს. გარემოდან რა ფიდბექიც მოდის, ისე ხდება შინაგანი ხმა. ნახე? ანუ რა გარემოდან რა ხმაც მოდის, მაგალითად დედა გეუბნება რომ ლამაზი ხარ, მაგალითად მამა გეუბნება რომ აი მეგორი კარგი ხარ. შენ ნახე უკვე გიჩნდება ეს, ოღონდ ეს ნათქვამი უნდა იყოს განმეორებადი, ხო? ანუ ერთხელ ორჯერ გითხეს რა ლამაზი ხარ, არა. ეს უნდა იყოს განმეორებადი, რადგან ჩვენი ტვინი, ჩვენი ქვეცნობიერი, ჩვენი ყველანაირად ჩვენი სისტემა აღიქვავს განმეორებად სიტყვებს, აი როგორც აფირმაციები, ხო, განმეორებაც აღიქვავს როგორც ჭეშმარიტება, ხო? და ბავშვისთვის ვინ არიან ყველაზე მთავარი ფიგურები? ესენი არიან მშობლები. და მშობლების სიტყვა ბავშვისთვის არის როგორც კანონი, რადგან ქალის და კაცის ურთიერთობა, ასევე სამყაროსთან ურთიერთობა იწყება დედიდან და მამიდან, ხო? მერე ბავშვი შედის ან ბაღში, სკოლაში, ასე სამეგობრო წრე, ეს და აკვირდება მისი ცნობიერი, აკვირდება გარემოს. გარემო როგორ აფასებს, ხო? ის უნდა გაერკვას ვინ არის, ხო? რომ იბადება ვინ არის, შესაბამისად ყალიბდება თვით შეფასება. როდესაც უნდა გაერკვეს ვინ არის, იყურება, ხო? ანუ ხედავს ვინ რას ეუბნება, აი შენ ეს, აი შენ წითელი თმა გაქვს, აი შენ ყავისფერი თმა გაქვს, აი შენ დაბალი ხარ, შენ მაღალი ხარ. აკვირდება გარემოს და მის დამოკიდებულებას, გარემოს დამოკიდებულებას მასთან. ამით შინაგანად ყალიბდება ადამიანში თვით შეფასება წარმოდგენა საკუთარ თავზე. მაგალითისთვის, თუ ძალიან გაკრიტიკებდნენ, დაუშვათ რომ ვიღოთ მაგალითად, რომ ძალიან გაკრიტიკებდა დედა მამა, ნუ მაგალითად დედა გაკრიტიკებდა ძალიან შენში, შინაგანში. ყველა ადამიანს ყავს ეგრეთ წოდებული თვითკრიტიკოსი, რომელსაც ჩვენ თავს ვაკრიტიკებთ. მაგრამ თუ მაგალითად მძაფრი კრიტიკა ქონდა, მაგალითად სწავლაზე ქონდა მძაფრი კრიტიკა, ხო, რომ აი მას ანუ სწავლის დროს დედა ძალიან გაკრიტიკებდა, თუ მიიღებ ამ ნიშანს და ნუღს. ეს შენი თვითკრიტიკოსი არის მუდმივად ჩართული, შიგნიდან გღრღნის. ამიტომ არის ადამიანებს იმისთან მიუხედავად რომ უკვე დიდები ვართ და გავიზარდეთ, ძალიან გვიჭირს დავიწყოთ რაღაცები, ხო? იმიტომ რომ შინაგანად გვიზის ეს დედის ხმა, მამის ხმა, ბიცოლა, დეიდა რა ვიცი, ყველა ხო, იმ ადამიანის ხმა, რომელმაც ჩვენზე დიდიზე გავლენა და გავლენა იქონია და ჩვენთვის იყო, როგორ ვთქვა, ჩვენთვის იყო ფიგურა, ხო?
რის გავლითაც ჩვენ ხედავდით სამყაროს. ამ ფიგურამ რა დონეზე მოახდინა ჩვენში ჩაჯდომა და რა დონეზე გვაკრიტიკებს შიგნიდან. მოკლედ, ეს თვით კრიტიკოსი არ ჩუმდება. რაღაც ახლის დაწყება გინდა და შიგნიდან მოდის. კაი რა, არ მიგონია თავი რა, კაი რა, შენ აქვს მიაღწა და კაი რა და ამ ხმას უნდა დააკვირდე. ამ ხმას უნდა დააკვირდე, საიდან მოდის და ვისი ხმარი ეს. ბევრჯერ შეიძლება იყოს გოგო, მაგრამ ხმა იყოს კაცის ხმა, შეიძლება იყოს მეზობლის ხმა, დედის ხმა, მამის ხმა, ვიღაცის ხმა, რომელიც შენში ზის და გეუბნება, შენ არ ხარ საკმარისი, ან კაი, ხა შენ ეგინდა. ჩვენ ადამიანები ყოველთვის შინაგანად რაც გვინდა და გვსურს, ხო? ყოველთვის, აი ისი არ მოგინდება რაღაც, რომ არ იყოს მაგისი, არ გქონდეს მაგისი პოტენციალი. აი არ არსებობს რომ შენ მოგინდეს ახლა რომ აი წავედი მე ხა რაღაც თვითმფრინავის მართვა უნდა ვისწავლო, უნდა გავხდე პილოტი და ასე შემოვიარო ქვეყანა, შენ ეს არ მოგინდება. კი, თმები მოგწუსკანი. შენ ეს არ მოგინდება თუ არ დევს ეს შენში, ხვდები? თუ შენ ეს რაღაც მაგალითად აი ბავშვობიდან გქონდა დაუშვათ რაღაცა ფსიქოლოგიის ანუ გიყვარდა, კითხვა გიყვარდა ადამიანების ჩაძიება, ეს შენში დევს. აუ სადღაც ამოვიკითხე, არ მახსოვს ზუსტად. წიგნების კი არ ვეძებთ და წიგნებს კი არ ვკითხულობთ ჩვენ, არამედ წიგნები გვეძებენ და წიგნებს ვკითხულობთ ჩვენ, ანუ ჩვენში უკვე არის ის ინფორმაცია, რასაც ჩვენ გარეთ ვეძებთ. ხვდები? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს. მაგალითად ფროიდს აქვს ნათქვამი, რომ სანამ თქვენს თავს დაუსვავთ დიაგნოზს, ან დეპრესიის, შიზოფრენიის, ასე შემდეგ, ჯერ გაარკვიეთ, კარგად გადახედეთ რა გარემოში ხართ. გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება შენ ვერ აირჩიო ოჯახი, ნუ ეხლა სულის დონეზე მომბენ, რომ სულიერ შევს ოჯახს, ნუ მარა ამაზე არ გვინდა. მოკლედ, შეიძლება შენ ვერ აირჩიო ოჯახი, ასე შემდეგ, მაგრამ შენ ირჩევ მეგობრებს, შენ ირჩევ შენს პარტნიორს. ნუ ესეც ხდება, რომ ტრამვებით ვირჩევთ პარტნიორს თემას, მაგრამ ნუ ეს ძალიან ცალკე თემაა და ეს იმხელა თემა, თვით შეფასება ზოგადად იმხელა თემაა, რომ ჩემ მეგობარმა უნდა და ყველაფერში კი ხარო. ნუ ეს თემა მოიცავს ყველაფერშიკობას და ვერაუხვალ, ანუ თუ ერთს გამოიძიებ, იქ მერე სხვა გამოყოს სხვას სანამ მთლიანად მოვაგვარებ და მე გამთლიანდები, ხო? მანამდე მოგიწევს იყო ყველაფერში კი. ხო, რას შეერჩე გარემო, რომლებიც მხარს დაგიჭერენ მეტად და ნაკლებად გაგაკრიტიკებენ. რა თქმა უნდა, უკუ ფიდბექი არის საჭირო და არის ჯანსაღი კრიტიკა საჭირო, მაგრამ არა იმ დონეზე, რასაც ჩვენ ვაკრიტიკებთ ჩვენს თავს. არ არის ეს საჭირო, ეს არ არის ჯანსაღი, ხო? რა არის ჯანსაღი? არის ბალანსი ჯანსაღი. არც აქეთ, არც იქით, ხო? სასწორის პრინციპი არის შუაში, ოქროს შუალედი. ძალიან რთულია რომ დავიჭრეთ ოქროს შუალედი, მაგრამ შეუძლებელი არ არის. მეც ვცდილობ ამ ყველაფერს. ეს რასაც ვკრიტიკებ, ეს ყველაფერი მე უკვე გამოვიარეთ, მე უკვე გავაკეთე, ამიტომ მაქვს უფლება რომ გავცე. ზოგადად მგონია ხოლმე რომ თუ რაღაცა შენს ტყავზე არ გაქვს გამოცდილი, იმის მოყოლა არ არის რელევანტური რა, ანუ ზოგადად უნდა გქონდეს ხო შენს თავზე გამოცდილი. ხო და მოკლედ, that's it. ერთ-ერთი კიდე მთავარი რაც წარმოადგენს, მოდი ჯერ ეს დავასრულოთ. აქვე ვიტყვი რომ რადგან შიდა კრიტიკოსი ყავს, შენ უნდა შექმნა შიდა, ვინ? ხარდამჭერი. უნდა შექმნა შიგნით შენი ხარდამჭერი, თუ შენ ყავს შიდა კრიტიკოსი, შენ მოდი ადექი და შექმნი შენი შიდა ხარდამჭერი, რომელიც როდესაც გაგაკრიტიკებენ, ეს მხარს დაგიჭერს. აი წარმოიდგინე ფანი, მაგალითად დავუშვათ ფეხბურთელი ხარ, დავუშვათ და ფანი, გულშემატკივარი ზის სკამზე და იქიდან შენ ანუ შინაგანად უნდა შექმნა ეს ხარდამჭერი, იმიტომ რომ ზოგადად ადამიანები შეიძლება უამრავი ადამიანი გვხვიოს თავს, უამრავი, მაგრამ მაინც ჩვენ ვართ, ხო? ანუ მაინც შენ ხარ. შენ ცხოვრება შენი პასუხისმგებლობა, მაინც შენ ხარ. ამიტომ შენ უნდა იყოს შენ ყველაზე დიდი ფანი, შენ უნდა იყოს შენ თავის ყველაზე დიდი გულშემატკივარი და სადაც ყავს ამ ხალხ კრიტიკოსი, მოდი შექმნი შენი გულშემატკივარს, რომელიც გეტყვის რომ მიდი, აი ნახე, კი მართალია რაღაცა
2-3 გამომწერი ყავს, მაგრამ შენ უკვე დადე ვიდეო ხვდები, ანუ შენ უკვე წინ ხარ. და ეს უკვე გაძლევს ამ თვის შეფასებას, ანუ ვау, ნახე, მე უკვე რაღაცა გამიკეთებია, ხო? ხო, ძალიან კარგი იქნება თუ დაისახავ პატარა მიზნებს, მე მაგალითად ვარ ძალიან სტრატეგი ადამიანი. ყოველი დღე არ მომიტუვები, მაგრამ თითქმის ყოველი დღე მაქვს გაწერილი. რას ვაკეთებ? ნუ ყოველ დღე, მაგრამ კვირა მაინც გაწერილი მაქვს. ანუ მაქვს როგორ ქვია ქართულად? რუტინები ჩვეულებრივ მაქვს გაწერილი და ამ რუტინებს მივყვები. რა თქმა უნდა, მეზარება ხოლმე, მეც ადამიანი ვარ და მეზარება ხოლმე, მაგრამ ამის გაკეთების, ანუ შესრულების, ტასკების, ეგრეთ წოდებული შესრულების შემდეგ თავს ვგრძნობ იდეალურად. ამიტომ ეს მიმაღლებს მე თვითშეფასებას. და ამიტომ ერთ ჩემს საყვარელ რამეზეც გაკითხე. მოკლედ, შექმენი ჰობების სია. აი რა ჰობები გიყვარს? ჰობი შეიძლება იყოს ძერწვა, ხატვა და ეს გააკეთე. მაგალითად, თვეში ერთი ჰობი, 2 ჰობი, კვირაში ერთი ჰობი. ძალიან გადაიტვირთები, ხო? ჯობია რომ ცოტა და ისე დიდ ხანს გააკეთო, ვიდრე დღეს 500 გააკეთო და ხვალის არაფერი გააკეთო. აუცილებლად რა ჩემს ქონებაში იმდენი რამე ტრიალებს, იმდენი ენაზე ტრიალებს, იმდენი რაღაც მინდა უცებ თქვა, ენა, ანუ გონება მისწრებს, ენა მოუყვება და ანუ მე უცებ მოვიწყდება ხოლმე სიტყვები. რასაც შეპირდები, რასაც დაპირდები შენ თავს და ამას მეც ნელ-ნელა უფრო მეტად და მეტად ვსწავლობ. რასაც დაპირდები შენ თავს შეუსრულე. წარმოვიდგინე, რომ დაგავალა შენმა უფროსმა, შენმა მეგობარმა რაღაც, ხო? აი დავუშვათ ხვალე რომ მომიტანო, მწვანე ვაშლი დავუშვათ, აი ძალიან ისრაოდ. და შენ ანუ ადგები ჩაიცნე, უეჭველი 2-ზე მიხვალ, როგორც დაპირდი, უეჭველი ანუ თუ დააგვენებოდი ის მოიხდი რაღაცა, ну მიიტან, ანუ მისი დაპირება შენთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ საკუთარი თავის დაპირებაც უნდა იყოს მნიშვნელოვანი. რასაც დაპირდები შენს თავს, ხო? აუცილებლად შეუსრულე, რადგან და აი დავუშვათ არ შეუსრულე, ხო? აი ადამიანს დაპირდი რაღაცა და არ შეუსრულე. რა ხდება მაგ მომენტში? წყინს ადამიანს, მას წყინს შენ თავს, ანუ თვითშეფასება არის საკუთარ თავთან ურთიერთობა. და საკუთარ თავთან როგორც ურთიერთობები, ისე შეაფასებ შენ თავს, შენ თავს ვერ მოატყუებ. ამიტომ რო შეპირდები რაღაცას და არ გააკეთებ რაღაცა, ანუ შენი თავი გიყურებს. ანუ ხო ძალიან ისე ჟღერს, მაგრამ შენ იცი რომ რაღაცას პირდები და არ აკეთებ. ამიტომ მე შენ თავის დახმარებას დაგჭირდება, ისიც გეტყვის რომ ნუ მიდი რა, არ მაინტერესებს. ანუ თმები ეგრეთ ცუდად არ მაგდა როგორ პრიელებს. გუშინ იყო ჩინური ახალი წელი და დაბანა არ შეიძლება. და წერება ვიდეოს იმიტომ, რომ მე არ ვთამაშობ. მე ვარ ის, ვინც ვარ. ვისაც მოსწონს, ვისაც არ მოსწონს, კაიღია. ჰალელუია, 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 ჰალელუია. ძალიან გამიზარდეთ მე. და ბოლოს ისწავლე კომპლიმენტების მიღება, უთხარი შენს თავს კომპლიმენტი, რაც არ უნდა იყოს და არ მოგწონდეს შენი თავი, მეც მოვიმატე ბოლო მომენტში. მაგრამ მეც მქონდა მაღალი კრიტიკოსი, ცოტა კრიტიკას დაუწიე და ცოტა მეტი კომპლიმენტი, იმიტომ რომ საბოლოოდ უნდა გავიაზროთ ხალხო, რომ ჩვენ სამუდამოდ არ ვართ აქ. დედამიწაზე შენ არ ხარ სამუდამოდ. არა. და ერთხელ სამუდამოდ ამოასუნთქე რა ეს შენი თავი და ნუსთხო რაღაცა იმას. თან ხვალევე. სულ ეს ყველაც მინდა და მეთქვა, მედია დავაკმაყოფილე თქვენი ცნობის მოყვარეობა, ცნობის მოყვარეობის სურვილი და მადლობა რომ მიყურეთ. See ya.